ნიჭირება და ტალანტი რა იყო თქვენი ეს წინა რეინკარნაციებიდან წამოსული ის ძალა, ის რესურსი, ის მუხტი, რაც ძალიან კარგად გამოგდიოდა, სხვათა შორის არაჩვეულებრივი რამეს იყო, რაღაცა ვარსკვლავური დონის დიდი ნიჭირება და შეიძლება იყავით კიდევაც ვარსკვლავი, თან ძალიან ესეთი ბრჭყვიალა, ბრწყინავი, ბედნიერი, ყველას უყვარდით და რაღაც ესეთი ძალა და ქარიზმა ქონდათ, რომ გადამდები იყავით ამ დიდი საოცარი ენერგიის. სხვათა შორის ეს ეხლაც ხართ თქვენ და აბა დაფიქრდით და მერე მომწერეთ იცით თუ არა რა არის ეს ნიჭიერება თქვენში, ეს ქარიზმა, ეს ძალა, ძალიან დიდი ძალა, რომ ეს თქვენი ნიჭი გამოიყენოთ და ვარსკვლავად აქციოთ თქვენი თავი. ხო, რა არის ეს? ანუ ძალიან დიდი რესურსი, სასწაულად დიდი რესურსი, რომ იყოთ ბედნიერი. შეცვალოთ საკუთარი ბედი, ნიჭიერებაში განსაკუთრებით, თქვენ საქმეში განსაკუთრებით და ასევე თქვენი, ასევე ვთქვათ, მნიშვნელოვანი რამ არის, რომ ეს ძალა სხვებშიც დაინახოთ, აღმოაჩინოთ და სხვებს დაანახოთ და აღმოაჩინონ საკუთარ თავში მათი ძალა, მათი ნიჭიერება. ძალიან დიდი რესურსი გაქვთ, რომ ამოატრიალოთ ყველაფერი. ნახეთ, აი თქვენ გევხართ იმ მოქანდაკეს, რომელსაც არ აქვს ქვა, მაგრამ არ ვიცი, რაღაცა სწავლას აკეთებს, თიხას პოულობს და იმისგან გააკეთებს ქანდაკებას. ანუ ურესურსოდაც შეგიძლიათ გამონახოთ რაღაცა და გააკეთოთ ეს. სხვათა შორის თქვენ ფულის ენერგიაშიც გაქვთ ეგ და ფულზე რო გადავალ კიდე დაწვრილებით გეტყვით, მაგრამ ეხლა რაც უნდა გააკეთოთ ეს არის, რომ იყოს ძალიან პოზიტიური თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, არასოდეს არ დაკარგოთ ფარხვალი, თორემ დიდ უიღბლობას მოგიტანთ ეს და ძალიან დიდი წარმატებულობა გაქვთ აი კარიერის მხარეს, რა საქმიანობაში. ენერგია გაქვთ ძალიან, როცა თქვენ საყვარელ საქმეს გააკეთებთ, თქვენ იქნებით სავსე ენერგიით, ძალით და მთებს გადადგავთ, რასაც ქვია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ გადაიქანცოთ მიუხედავად იმისა, რომ ამ დიდ ძალას გრძნობ, რესურსს გრძნობ, თითქოს არიღლები, ხო, გამოულევი ძალა გაქვთ, მაინც გჭირდება დასვენება. ოღონდ დასვენება ნიშნავს დასვენებას და არა ერთი საქმიდან სხვა საქმის ჩანაცვლებას. ძალიან დიდი ძალა გაქვთ, რომ ასე ვთქვათ, პესიმიზმში მყოფი ადამიანი, განწერული ადამიანი მოაბრუნოთ, მოატრიალოთ და ცხოვრება დაანახოთ. ძალიან დიდი ძალა გაქვთ, რომ ხელჩაქნეულ ადამიანს დაანახოთ მიზანი და ნათელი წერტილი, ბნელ ოთახში აამთოთ სანთელი და გაუნათოთ. ასე თქვენ ცხოვრებაში უნდა გააკეთოთ ეს ჯერ და მერე სხვებთან ძალიან ასე ვიტყოდი, ძალიან ნათელი მისიაა ეს, რასაც ვამბობ და თუ ყველაფერს ისე ემატება, რომ თქვენ ისე და ისე ვიტყვი, რომ კარმულია ყველა, საერთოდ ეს ყველაფერი კარმა, მაგრამ განსაკუთრებით, რომ თქვენი მოვალეობა, ნომერ პირველი მოვალეობა, რომ კარმა დაამუშავოთ სიყვარულით და აი ესეთ ტალანტს გაძლევთ სამყარო. ესეთი კარმის კუდი გაქვთ. აი მთლიანად ადამიანი ხართ სიყვარულის რესურსი, ძალის რესურსი. აი რო იტყვე, რომ სიტყვა თქვა და გამოაცოცხლა ადამიანიო, სიცოცხლე დაუბრუნავ, აი ეს შეგიძლიათ თქვენ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ნეგატივშიც გააკეთოთ ეგ მოკლედ. ჩაასამაროთ, მაგრამ დარწმუნებული რომ რამას არ აკეთებთ და ეს 6-იანი გაქვთ ძალიან მაღალ დადებით, ასე ვთქვათ, ენერგიებში. და ყველაფერი, რასაც ხელს მოკიდებთ, უნდა იყოს თქვენ მოგეთხოვოთ, ვიდრე თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა, ვარსკვლავური ბრწყინვალე